რაც შეეხება თენგო გველესიანს ეს არის მაღაროი არც ერთი დღე არ უმუშავია მას მაღაროში და არც ერთი დღე არ განუცდია არც ის სიმძიმე და არც ის სიძნელე დაპირობები არის იქ მაგრამ ჩვენ მოვდივართ ბავშვობიდან პირველი კლასიდან მეგობრები ვართ 10 წელი აი ამ კულსაღის დარბაზში ცეკვავდი ერთ-ერთი ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მეგობრობა ჩემ სამეგობროში თუ ვინმე მყავს უამბაროდ გულანთებული თორემ ბევრი ძმაკაცი მყავს რომ დავჯდებით ხოლმე სუფრაზე დავით სადღეგრძელო აღარ გვიმთავდება ხოლმე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჭიათურის დაბარაკს რო ვიცეთ მაგრამ ეს იყო საქმით და თავისი პირადით გვერდზე გადამწეველი კაცი რომელიც როგორც კი დაინახავდა რომ უჩივდა თავის ქალაქს აუცილებლად ის გვერდში იყო ჩემზე მეტი პატრიოტია ჩემზე მეტად შეყვარებული ამ ქალაქზე იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში არც ერთი დღე არ დაუტოვებია ჭიათურა თბილისში მას თავისი საქმე ჰქონდა ვაკეში მაღაზია არ უჩივდა ხალხო თავისი სახლია თბილისში ორსული ცოლი ყავდა და პატარა შვილი ჩემსავი მაგრამ არც ერთი დღე არ მოცილებია არანაირი ინტერესი მხოლოდ ის უნდოდა ის ჰქონდა გულში და ის აი ეს რაღაცნაირად მინდა რომ თქვა ცუდად არ გამომივიდეს აი მის ჟილი ჰქონდა რომ წურბელები ჩამოეცილებინა ამ ქალაქისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ჭიათურას გამოეღვიძა და აყვავების გზაზე გამგარიყო ასე იძახოდა აყვავება დაიწყოსო არავისთვის იმას ხელი არ დაუთხია იმ დროს იმ მომენტში როცა ის ინციდენტი მოხდა არ ყოფილა იმ დროს იქ მაგრამ ხელში ეჭირებოდა ამისი ჭკვიანური ნაბიჯები ამისი გულანთებულობა 60 დღე რომ ვერ მოიცილეს გამოაცხადეს ტელევიზორში და დაიჭირეს მე ხო ეს ზუსტად ვიცი მე ხო ეს განამდვილებით ვიცი რომ ასე იყო რომ ის იქ არ იყო და მაშინ რატო დაიჭირეს თუ ეს მიკითებით არ იყო ეს თუ შეკვეთით არ იყო აღიარა კიდევ აქ ეგრე ეჩენს მეგობარზე ბევრს არ ვილაპარაკ ქალაქმა იცის ის როგორი დაგლეჯილი იყო უსამართლობისგან რო ვიღარ მოითხოვნა ახალი წლის ღამეს კარვის გაშლა უნდოდა ნაგუჩი ესეც მინდა გაცოდინო ჩუმსილობას იწყებდა ნაგუჩი ახალი წლის ღამეს უბრალოდ ვერ მოხდა არ მოხდა და თვითონვე გადაიფიქრა იმიტომ რომ მაშინ ესე ჩათვალა საჭირო მაგრამ მე ვიცი რომ გულგატეხილი იქნება თუ დაინახავს რომ მისი ქალაქი სიმართლის მხარეს არ დგას არა თენგოს მხარეს სიმართლის მხარეს და არ ებრძვის უსამართლობას სუჩეროდა რომ ხალხი იქნებოდა სადარაჯოზი ამ ქალაქის და ის იყო ჩემი მოტივატორი